მე გეტყვით თქვენ რომ თაღლითობით, კაზინოებით, ტოტალიზატორებით, ბორდელებით, წიაღისეულის მოპარვით, ტყეების გაჩეხვით, ძარცვით და კიდე ამ ტენდერებში და რაღაცებში მახინაციებით ესენი გამდიდნენ ამ გზით. და მე გითხარით თქვენ წვენას როცა დაკარგავს ადამიანი, მე იგი პირუტ ხდება და პირუტ კიდე პირუტ ხდება არ ეს ყოფილა. ალბათ უფრო ვირთხდება ალბათ და ამიტომ აქვს ნაშრომი. მაგრამ უარესია კიდე ეს ვინც მათ როცაკურთხებას აძლევს. ღმერთთან ამათ არაფერი კავშირი არ აქვს. ვინც როცაკურთხებას აძლევს, არც იმას აქვს, არც იმას აქვს ღმერთთან კავშირი და არც იმას ვინც ამ გზაზე ცხოვრობს. აბა, რა შეიძლება შენს ერთ ყველაფერი წაართვა და ბანდიტი არა ხარ? დაუნგრიო ყველაფერი და ბანდიტი არა ხარ? გაუყიდო ყველაფერი და სხვა ერის იმგეს მიყიდო? კაცო, აგერ შემოსავალი გაქვს. უშველებელა, ფოთი, სპორტი. $100,000 გაყიდე და ორი გემი გაკეთდა და $80,000 გაიყიდა თვითონ. ამუშა ვეკარღანა და შენს ერთ ზაზუშო. გაყიდე მიყიდე სხვას. სხვა შესაძლოა გააკეთე? მერც მაქნა. აი ეს რამეს გეტყვით, აი რომ ახლოს მოვიდეს თქვენთან. არსებობს ერთი ასეთი ფილმი დაკარგული 60. იქ არის ერთი მიქელა კალმახელიძე და ლაზარი აყავს ერთი მოჯამაკი. ეს მიქელა კალმახელიძე გამოიწვევს ულვაშ საკიდან და ლაზარიას ეუბნება, შენ ეს ულვაში შეინახე. ჩაი ხომჭერა კი. ეს აგროვებს ამ იმას ჩვისაფრთხეს. ამ ულვაშებს. აგროვებს და აგროვებს და რომ მოვიდათ რომ ლაზარიას დარჩა ბეწვები. საქმე გაკეთებული მას დარჩა. ხოდა ჩვენთან 2008 წელს ომი რომ მოხდა და საცოდავი პატარა ბავშვები დაწვენ იქინა და კიდე რამდენი მოქალაქე მოხდა. საცოდავი კანდიდატი. ევროპა და ამერიკა აღშფოთდა და შეშფოთდა. აღშფოთდა ევროპა და შეშფოთდა ამერიკა. ხოდა ეს იმ მიქელა კალმახელიძის გამომძვრალი ულვაშები. ხოდა კიდე რომ მომხდარიყო ეგ, ჩვენ ნამდვილად დავჩევდა დაგროვილი აღშფოთება და შეშფოთება ბეწვები. სკვირსახოთში გახვევილი ჭინჭებში, აი ჰუმანიტარულ ჭინჭებში რო შემოდის. მეორე დასასრულებში იქნებოდა გახვევილი. ჩავყავთ ჯივეს და ამევიღებთ ბეწვებს. ლაზარიას ბეწვებს. და ჩვენ გონებაზე უნდა სწრაფად მოვიდეთ. ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. ყველა დონეზე ეს ნიჭი ჩვენში. მაგრამ რა მაშფოთებს იცი მე და რატო ვარ ასეთი გაბრაზებული?